ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგს მართავს პირდაპირ ეთერში თავაზობ ჩალაბაყაშვილის 40 წუთი. ცერემონიაზე დასასწრება და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც როგორც იცით შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ასევე იცით რომ ჩვენ გავაგზავნეთ გუშინ განცხადება ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით, მედიას განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოს. 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული, ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს სურვილი რომ გააშუქოს ღონისძიება მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის მოწყობილი იქნება ბეკორპუსის 0 სართულზე რუსთაველის დარბაზში მედია სივრცე, სადაც შესაძლოა გექნებათ რომ ეკრანზე ადევნოთ თვალყური ინაუგურაციის ცერემონიას და ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები. თავად ინაუგურაციის პროცესი ასე ვთქვათ გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირ ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედია საშუალებას. ეს არის ის საორგანიზაციო საკითხი, რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს. ასევე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, ვინაიდან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და როგორც ეს არის საერთო ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკების, ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი, ასე რომ ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და ასევე სახელმწიფო არქივს. ეს ასე ვთქვათ ცერემონიული ნაწილი არის, თუ კი რამე კითხვები ამასთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებით სიამოვნებით მოგახსენებთ. ბატონო შალაუდა კითხოთ სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე ოპოზიციის კონსულტაციებზე. ისინი საუბრობენ ახალი არჩევნების ჩატარებაზე მე-15 წლის პარლამენტის ტრანსფორმაციას სალომე ზურაბიშვილის მიერ და მეორე კონტექსტი ასევე ფიზიკურ მხარდაჭერას მოცხადებენ და ამბობენ რომ 29 დეკემბრის შეგვიძლია იქნებიან და აღამენ სასახლიდან მინისტრთან. ვის ინტერესებში შედის ეს სკალაცია, აი ეს ორი ნაწილი კონსულტაციები და მეორე ნაწილი. სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ. ასე რომ არ ვიცი რა გითხრათ, ეხლა საკუთარი თავის გართობისთვის თუ უნდათ რომ დრო დააკავონ, ეს მათი ნება არის, მაგრამ ამას რაიმე რელევანტურობა ქართული საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს არის ნაწილი უბრალოდ ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ. არის მართული პროცესი გარედან, ამასაც ჭარბად ვხედავთ. ჩვენ ნახეთ საქართველოსში პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყო. შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა მაშინ რაღაც მშვიდი ვითარება იყო და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი და ჩართვა და ნახეთ შემდეგ როგორ გადაეწყნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, როგორ ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. ასე რომ ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ რომ საქართველოში განეხორციელებინათ, მაგრამ ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ ამ ყველაფერში. ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ და მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ამიტომ ყოველ ჯერზე
მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან ზუსტად ქართულ საზოგადოებასთან. რაც შეეხება ეს უკვე ანუ სასაცილო თემად არის ქცეული. მე არ ვიცი ხა გვექნება თუ არა საზოგადოების იმის შესაძლებლობა რომ პირველად ნახოთ ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ასე ვთქვათ ხატოვანი გამოთქმა რომ ვიღაცა თავის სკამს ჩაებღაუჭა. ხა ამას თუ პირდაპირ გაგებით მართლა ვნახავთ რომ ქალბატონი სალომე ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ნუ ამას გარდა დაცინვისა ქართული საზოგადოებისგან რა თქმა უნდა არაფერი არ მოყვება, მაგრამ მე არ მგონია რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე ან ისინი მათი მრჩეველი არის, ნუ ყველა ხვდება რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან. ამავე და გადავუდგენ. რაც შეეხება პარლამენტის დათმობას, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ მოქმედ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება იმისა, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დაანიშნოს ახალი არჩევნები. რამდენად აქვს კონსტიტუციური საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები ახლა სალომეს ურაბიშვილს 29 დეკემბრამდე. მე მგონი ნიკა გვარამია უკვე მე რამდენჯერ ადასტურებს რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, ხო? ხა რამდენჯერ ის გამოდის იტყვის დიდ სისულელეს და ამ სისულელეს ხედავთ, მე მგონი თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს საბოლოო ჯამში. ასე რომ რა ვთქვათ, ეხა ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რო ვაკეთოთ, მე მგონი ყველა დროს დავკარგავთ, მაგრამ ფაქტი მარტივია და სახეზეა. 29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რაც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ეს ზიანი იქნას აღმოფხვრილი და ამ ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რა შეეხება პარლამენტის დათხოვნა არ დათოვნას და ასეთ უაზრო რაღაც იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომე შეუძლია სოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში. ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას. სხვაებმა უნდა გადაწყვეტონ ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. შეგვიძლია ცოტა პრემიერ-მინისტრის განცხადება. თქვენ როგორ აღიქვამთ ასეთ განცხადებებს? რამდენად სწორად მიდეჭირეთ ზოგადად ისიც ამბობენ, რომ ამას თვითონ თქვი და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოსთან მიმართებით, თორსა ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს ხოლმე ურთიერთობა, არის ორი სიტყვა და ორი ფრაზა, რომელიც მნიშვნელოვანი არის და მანტრასავით მისი გამეორება და ამას ვისმენთ ხოლმე ჩვენი პარტნიორებისგან და ის ვინც ჩვენი მეგობარია, ზუსტად ამ მანტრას იმეორებს, რომ ისინი პატივსცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად სინამდვილეში რამდენად სცემენ პატივს ისინი ჩვენ სუვერენიტეტს. ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია თუ არა პატივისცე სხვა ხალხის ნებას და მის არჩევანს. როგორც ჩანს და ამას დიდი ხანია ჩვენ ვაკვირდებით, არიან გარეთ ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პატივს არცემენ ქართული ხალხის სუვერენიტეტს. ამ ხრივ ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიამ გზაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ საბჭოთა კავშირთან საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ რას ვერ ვშოდით, ან ერთს ან მეორეს. ვერ ვშოდით მთავარ რამეს, რომ ისინი პატივს არცემდნენ ჩვენ სუვერენიტეტს და პატივს არცემდნენ ქართული ხალხის არჩევანს. ახლა ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოს, ხა კალბიძე არ დავწურმანდები, ხა ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, რომელიც ფულის მოქმედებს და ჩათვალეთ, რომ ყოველი მისი განცხადება და დაწერილი წინადადებას უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. ამიტომ მასე არ დავწურმანდები, მაგრამ ის აჩვენებს, რომ ვიღაცამ ის დაიქირავა ზუსტად ამისთვის, რომ ესეთი იდეები გააჟღეროს და ვიღაცის გასაგონად, ასე თქვა, თქვას და ამიტომ თქვი მე კიდევაც, რომ ეს არჩევნები ევროკავშირისთვის და თუ ევროპული ქვეყნებისთვის და მათ შორის ბრიუსელისთვის არის გამოცდა და ტესტი იმისა, რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპული თქვა პოლიტიკოსები თუ ლიდერები, ამას ვაკვირდებით ქართული საზოგადოება. ეს არის ტესტი. ისინი არიან თუ არა ერთგული
ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა, დემოკრატიის და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან, აი ასე ვთქვათ, აშკარად. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს სურვილი, რომ საქართველოს გარედან დაუნიშნონ ნამესტრინკები, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა, როგორც ჩანს, ვიღაცას თავში უტრიალებს. ეხლა აბა სხვარისი გამოვლენა იყო ის, რომ პარლამენტის წინ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ და ქართულ ხალხს ეუბნებოდნენ, რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გაეკეთებინა. როდესაც სხვა პარლამენტის წევრები, ზოგიერთი ელჩი გამოდის და ქართულ ხალხს ეუბნება, რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ეს არის უპატივცემულობა სუვერენიტეტის და ეს არის ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა არის ის, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორისო წესრიგი, ის წესრიგი, რომელსაც დღეს არღვევს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმით და ის, ვინც ამ ფრაზებს იმეორებს საქართველოსთან დაკავშირებით, იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ქვეყნები, რომლებიც პატივს არცემენ სხვის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ ვაკვირდებით ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება უყურებთ, ვინ არის ნამდვილი ევროპელი და პატივსცემს ევროპულ ღირებულებებს და პატივსცემს ხალხთა სუვერენიტეტს და ვინ არის ფარისეველი და ევროპულ ნიღაბს ამოფარებული პოსტსაბჭოთა ლიდერი თუ რა ვიცი პოსტ რაიმე სხვა კიდე ლიდერი. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 29 დეკემბერს დაგეგმილ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.